სალამი, მე პაატა ვარ და ამ ვიდეოში გესაუბრები ტაროზე. ვიდეოს ბოლოს გექნება ინფორმაცია მისი წარმოშობისა და გამოყენების შესახებ, პლუს პატარა საჩუქარიც გელოდება. რა არის ტარო? კითხვა, რომელზეც პასუხი თითქმის ყველას გვაქვს, მაგრამ მაინც სჭირდება დაზუსტება. ტარო არის სიმბოლური კარტების სისტემა, რომელიც ყველაზე ხშირად შედგება 78 არკანისგან და იყოფა ნაწილებად. თითოეულ კარტს აქვს ინდივიდუალური მნიშვნელობა, რომელიც გვესაუბრება მატერიალურ და არამატერიალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე. როგორც ეზოთერულ ხელსაწყოში, ტაროში ინტეგრირებულია მრავალი ეზოთერული ცოდნა, მაგალითად ნუმეროლოგიური, ასტროლოგიური, თავისი პლანეტებით, ზოდიაქოების ნიშნებით და სახლებით, ანთაც კაბალისტური, თავისი სიცოცხლის ხის სიმბოლიკით. მიუხედავად ამ და სხვა ინტეგრაციების არსებობის და ტაროს გამოყენებისას, რომელიმე სხვა სისტემის ცოდნა საჭირო არაა. დამატებითი ინფორმაცია უბრალოდ მოგცემთ საშუალებას მიღებულ ინფორმაციას კიდევ ერთი ფენა დაამატოთ. ეს უკვე პირადი პრაქტიკის ამბავი. ტაროს გამოყენებას შესაძლოა მრავალი მიზანი ჰქონდეს. იქნება ეს წარსულზე, აწმყოსა თუ მომავალზე დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა, თვითანალიზი, ჩრდილოვანი სამუშაოს შესრულება, საკუთარ ან სხვის სულთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა და მრავალი სხვა. მათ შორის ისეთი თემებიც, რომლებიც ეზოთერიკასთან საერთოდ არ კავშირდება. სანამ გეტყვი თუ როგორ და სად გამოიყენება ტარო, მოკლედ მოგიყვები მის წარმოშობაზე. ვისაუბრებ ყველაზე გავრცელებულ და გამოყენებულ დასტაზე, რომელიც ყველას გინახავთ. რაიდერ ვეითის ტარო. მისი ვიზუალი ედვარდ ვეითის დაკვეთით პამელა სმითმა შექმნა და პირველად ლონდონში 1909 წელს გამოსცა კომპანიამ William Rider and Son. ის სტანდარტულ ტაროს წარმოადგენს. სტანდარტული ტაროა ყველა ისეთი, რომელიც შედგება ზუსტად 78 არკანისგან, საიდანაც 22 მაღალი არკანია, ხოლო დანარჩენი ნაწილდება დაბალ არკანებში, 40 ნუმერაციულ და 16 კარის კარტად. 1909 წლამდე ტაროს გრძელი ისტორია აქვს. არსებობს მრავალი თეორია. ზოგი ამბობს, რომ ტაროს ცოდნა ატლანტიდიდან გადმოგვეცა, ზოგიც მას ძველ ბერძნულ ან ძველ ეგვიპტურ ფესვებს მიაწერს. ყველაზე ცნობილი აზრით, მაინც ის ბოშების გავრცელებულად ითვლება და სწორედ მათ მიეწერენ ტაროს სისტემის შექმნას. ფაქტი ერთია, ის ჩვეულებრივ სათამაშო ბანკოსთან ერთად განვითარდა. კარტის საწყის ფესვებს პოულობთ ჩინეთში, საიდანაც ის ახლო აღმოსავლეთში და ბოლოს ევროპაში გავრცელდა. ახლო აღმოსავლურ ისლამურ ვარიანტში, რომელსაც მამლუქი ეწოდება, უკვე არსებობს ჩვენთვის ნაცნობი ხმლების, კვერთხების, თასებისა და მონეტების ვიზუალიზაცია, რომელიც დროთა განმავლობაში უბრალოდ სტილს იცვლის. დიდი ხნის განმავლობაში ტარო ეგრეთ წოდებული მარსელის სტილით არსებობდა, რომელსაც დღესაც შევხვდებით. მსგავს ტაროში დაბალი არკანები დასურათებული არაა და მხოლოდ არკანის მასტი და რაოდენობა არის ნაჩვენები. მას ისტორიაში მალევე მოჰყვება სოლა ბუსკას, რენესანსული იტალიის დროინდელი ტარო, რომელიც სრულად ილუსტრირებულია და სავსეა იმ დროინდელი ალქიმიური სიმბოლიკით. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტარო დიდად გავრცელებული არც მაშინ ყოფილა და არც ახლა არის. თუმცა ამ ფაქტორმა ქალბატონ პამელა სმითს ხელი ვერ შეუშალა, რადგან მის დიზაინში მარტივად შევამჩნევთ მსგავსებას ზუსტად სოლა ბუსკას ტაროსთან. უნდა აღვნიშნოთ მაღალ და დაბალ არკანებთან დაკავშირებული მოსაზრებაც. ფიქრობენ, რომ ტაროს როგორც ხელსაწყოს დასაწყისისთვის მხოლოდ 22 მაღალი არკანი ჰქონდა და მხოლოდ შემდეგ დაემატა დაბალი არკანები, როგორც ყოველდღიურობის ამღწევი კარტები. მრავალი კითხვა ისმება ხოლმე ტაროს შერჩევასა და გამოყენებასთან დაკავშირებით. დასაწყისისთვის ყველას გირჩევთ გამოიყენოთ ზუსტად რაიდერ ვეითის სტანდარტული ტარო, ხოლო შემდგომში გადახვიდეთ უკვე სხვა ტაროებზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა. კი, თავისუფლად შეგიძლია გამოიყენო ნაჩუქარი ტარო. მათ შორის უკვე გამოყენებულიც კი. მთავარია გაწმინდო მისი ენერგეტიკა და თავს კარგად გრძნობდე მისი გამოყენებისას. ასევე უკვენახმარი ტარო, რომელიც რაიმე მიზეზით აღარ გჭირდება, შეგიძლია თავადაც აჩუქო სხვას, ანდაც შეინახო. ზოგი, როცა ტაროს გამოყენებას ასრულებს და მისი უბრალოდ შენახვა არ უნდა, მას ასე ვთქვათ სამყაროში აბრუნებს, დამარხვის, დაწვის, ზღვისთვის გატანების ან სხვა მსგავსი გზებით. მე მაინც გირჩევ, რომ ამ დროს გააჩუქო. თუ ახალი ტაროს ყიდვა გინდა, შეგიძლია შეიძინო თითქმის ყველა მეტაფიზიკურ ან ეზოთერულ მაღაზიაში, ანდაც გამოიწერო ონლაინ. მე პირადად ონლაინ ტაროჯის მომხმარებელი ვარ. მათთან იპოვით ყველანაირი ტიპის ტაროს, მათ შორის სტანდარტული რაიდერ ვეითის ტაროს მრავალი ვარიანტი აქვთ, ორიგინალიც და რეპლიკაც. ეს საშუალებას იძლევა მაქსიმალურად მოერგოს თქვენს ბიუჯეტს. იქ ასევე იპოვით სურნელოვან ჩხირებს, ტაროს ჩასადებებს და სხვა თქვენთვის საინტერესო ნივთებსაც, ამიტომ აუცილებლად ნახეთ.
გარდა ამისა, დასტის ყიდვისას შეგიძლიათ უთხრათ ჩემი სახელი და პრომოკოდი 1909, როგორც ტაროს გამოშვების პირველი წელი და თქვენ მიიღებთ პატარა საჩუქარსაც. რადგან ეს გვერდი ვახსენე, არ შემიძლია გამოვტოვო მათი საიტის ინფორმაციული ნაწილიც, სადაც ნახავთ სხვადასხვა ინფორმაციას ტაროსთან დაკავშირებით, მათ შორის პრაქტიკულ რჩევებსაც და რაიდერ ვეიცის ტაროს განმარტებებსაც, ასე რომ აუცილებლად ეწვიეთ. უკვე იცი ტაროს ისტორია და ისიც სად შეიძლება შეიძინო ის. ახლა მის სტრუქტურას უფრო დაწვრილებით აგიხსნი. სტანდარტული ტარო, როგორც უკვე ვახსენეთ, 78 არკანისგან შედგება. გვაქვს 22 მაღალი და 56 დაბალი არკანი. დაბალ არკანებს კიდევ ორად ვყოფთ, 40 ნუმერაციულ და 16 სამეფო კარის კარტად. მსგავსი დაყოფა გვაძლევს შესაძლებლობას სხვადასხვა ნიშნით დავიმახსოვროთ ესა თუ ის არკანი, რაც მთლიანობაში საქმეს გვიმარტივებს. ზემოხსენებული დაყოფაც არაა საბოლოო. მაღალი არკანები კიდევ შეგვიძლია დავყოთ 3 შვიდეულად, 0-დან 21-ის ჩათვლით. არკანები ქმნის ერთგვარ სისტემას და გადაიქცევიან სამყაროდ, რომელშიც შემდგომ სულელი გადაადგილდება. დაბალი არკანები 4 სტიქიად იყოფა, სადაც მეორდება რიცხვთა მონაცვლეობა 1-დან 10-მდე. მათ სამეფო კარის კარტები მოჰყვება. სტიქიების მიხედვით ხმლები არის ჰაერი, კვერთხები ცეცხლი, თასები წყალი, ხოლო პენტაკლები მიწა. ნუმერაციული არკანები მეტად ცხოვრებისეულ და ყოველდღიურ სიტუაციაზე საუბრობენ და გვაჩვენებენ ამა თუ იმ სიტუაციას, ხოლო კარის კარტები უკავშირდებიან როლებს ან ფსიქოტიპებს სიტუაციიდან გამომდინარე. როცა ამ სისტემას ასე ვთქვათ ზემოდან დაშლილად ვუყურებთ, გვიადვილდება შემდგომში ასოციაციების გაკეთება და მსგავსებების ამოცნობა. მაგალითად, ინფორმაცია, რომ ხმლები დაკავშირებულია გონებასთან და აზრებთან, ერთგვარ დამხმარედ იქცევა. ავიღოთ გვიანი ხმლები. რამდენიმე წამით დაფიქრდი, რას ფიქრობ, რა შეიძლება იყოს ამ არკანის მნიშვნელობა და მთავარი აღნიშნული სიტყვები. თუ შენი პასუხი რაიმეთი კავშირდება შეზღუდვებთან, უმწეობასთან, საკუთარი თავის ნეგატიური ასრებით დატყვევებასთან ან მსხვერპლის პოზიციაში ყოფნასთან, არკანის მნიშვნელობა სწორად გაგიგია. მსგავსი პასუხი შეიძლება გამოსახულებიდან გამომდინარეც გეთქვა, თუმცა მენტალურ თემაზე ხაზგასმა დამატებით შრეს ამატებს მნიშვნელობას. მოდი კიდევ ერთი ვცადოთ. შორს არ წავალ და ავირჩიოთ ხმლების ცხრიანი. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს არკანი? თუ შენი პასუხი კავშირშია შფოთვასთან, სტრესთან, გადაწვასთან ან მენტალურ ტანჯვასთან, ახლაც სწორად მიმხვდარ ხარ არკანის მნიშვნელობას. ამ მაგალითებით გარდა იმისა, რომ გაჩვენებ ტაროს სისტემისა და დაყოფის მნიშვნელობას, იმის ჩვენებაც მინდა, რომ ის ისეთი რთული აღსაქმელი არ არის, როგორც ბევრს ჰგონია და სწავლა ნებისმიერს შეუძლია როგორც მინიმუმ საკუთარი თავისთვის გამოსაყენებლად. მოდი უფრო მეტად ვფოკუსირდეთ ტაროს 4 სიმბოლოზე. როგორც უკვე ვახსენე, ხმლები არის ჰაერი, კვერთხები ცეცხლი, თასები წყალი და პენტაკლები მიწა. ამასთან ელემენტებს თავისი შესაბამისი კავშირებიც აქვს ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებთან, რაც მთლიანობაში დამატებით ინფორმაციას იძლევა. ხმლები, როგორც უკვე ვახსენე, მენტალთან, გონებასთან, ფიქრებთან კავშირდება. კვერთხები ქმედება და აქტიურობა. თასები ემოციები, ხოლო პენტაკლები მატერიალური სამყარო, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს. რა თქმა უნდა, ყველაფერი აქ არ სრულდება და სტიქიებს აქვს მეორეული მნიშვნელობებიც. თუმცა, მოდი ამაზე ახლა არ ვისაუბრებ, თორემ შესაძლოა ყველაფერი ერთმანეთში აირიოს. სამაგიეროდ შემიძლია ვისაუბრო მათ ერთმანეთთან კავშირზე. 4 სტიქია კიდევ იყოფა ორად, მასკულინურ და ფემინურ ენერგიებად. ხმლები და კვერთხები მასკულინურია, ხოლო თასები და პენტაკლები ფემინური. აქედან მარტივად გადავდივართ მათ შორის ურთიერთობაზეც. მასტეფი იმყოფებიან 3 პოზიციაში ერთმანეთთან. ესენია მეგობრობა, მტრობა და ნეიტრალიტეტი. მსგავსი ენერგიები ერთმანეთთან მეგობრობენ. ანუ ხმლები და კვერთხები, როგორც მასკულინური ენერგიები ერთმანეთთან მეგობრობენ, ისევე როგორც თასები და პენტაკლები, როგორც ფემინური ენერგიები. სამაგიეროდ კვერთხები მტრობენ თასებს, როგორც ცეცხლი წყალს. ამ ორ შორის დაპირისპირება ახალი ამბავი არ არის. ასევე ხმლებსა და პენტაკლებს შორისაც, დაპირისპირება ცას და მიწას შორის. დანარჩენი კავშირები ნეიტრალურია, ჰაერსა და წყალს, ისევე როგორც კვერთხებსა და პენტაკლებს შორის. ეს ინფორმაცია გაშლების დროს გვიმატებს კიდევ ერთ საფეხურსა და შრეს გააზრებისა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კარის კარტებს შეეხება. ისინი ორმაგი ელემენტური ენერგიების მატარებლები არიან და ამ ურთიერთობის გადააზრებამ შეიძლება დაგვანახოს ესა თუ ის სიტუაცია სრულიად განსხვავებული კუთხიდან. ტაროს გამოყენება მრავალი გზით შეიძლება. რა თქმა უნდა, ეზოთერული თვალსაზრისი პირველია, რომელსაც ვახსენებ. ყველაზე ხშირად ამ სახით გამოიყენება კონსულტაციების დროს, იქნება ეს პროფესიონალთან თუ ინდივიდუალურად, საკუთარი თავისთვის.
მისი დახმარებით შეიძლება გააანალიზო წარსულთან დაკავშირებული დეტალები, გადახედო მიმდინარე მოვლენებს და დააკვირდე შესაძლო მომავლის ვარიანტებს. აქ ტარო არის ინფორმაციის გამტარი. იმ ინფორმაციის, რომელიც სამყაროში ისედაც არსებობს და შესაბამისი გამტარობით შენამდე მოდის. მეორე ვარიანტი ტაროს გამოყენებისა ფსიქოლოგიურ სეანსებზია. ის ერთგვარ ასოციაციურ ბარათებს წარმოადგენს და თერაპევტს ეხმარება კლიენტის მდგომარეობის, ემოციების, ქვეცნობიერისა და მსგავსი ჩარჩოების განსაზღვრაში. ამით ის პროექციის საგანს წარმოადგენს. მსგავსად იყენებენ სხვა ასოციაციურ სიმბოლოებსაც, მაგალითად რორშახის ტესტს, საზოგადოდ ცნობილს როგორც ლაქების ტესტს. დარწმუნებული ვარ, სადმე გინახავს, როგორც მინიმუმ ფილმებში. თვით განვითარება და ჭრდილთან მუშაობა კიდევ ერთი გზაა, რომელიც თავისთავად შესაძლოა გადაიკვეთოს ტაროს ეზოთერულ ან თერაპიულ გამოყენებასთან, თუმცა ცალსახად განსხვავებულ მიზანს უკავშირდება და შეგვიძლია ცალკეც გამოვყოთ. აქ ის უმეტესად მსუბუქ და მარტივ გამოყენებად ხელსაწყოდ ითვლება, თუმცა უფრო ბნელ თემებს უკავშირდება. ამას ჭრდილოვან სამუშაოს ტყუილად არ ეძახიან. წინას მსგავსად მსუბუქ მნიშვნელობას ატარებს კრეატიულ საქმიანობაშიც. აქ ტაროს გამოყენება შესაძლებელია როგორც ინსპირაციული მექანიზმი პერსონაჟების, სიუჟეტისა და სრული ისტორიების შესაქმნელად, წერის ან ზოგადად ამბის თხრობის დროს. ამ შემთხვევაში მსუბუქს იმიტომ ვუწოდებ, რომ არ არის საჭირო ტაროს რაღაც ძალიან მაღალ დოქტორის დონეზე ცოდნა და შესაძლოა უბრალოდ ყოველდღიურ ხელსაწყოდაც კი გამოვიყენოთ, როგორც თვითანალიზის, ასევე სხვადასხვა კრეატიულ საქმიანობებში. და ბოლოს, სხვადასხვა ენერგეტიკული პრაქტიკები, მაგალითად როგორიცაა მედიტაცია. არკანები დიდ ენერგიას ატარებენ და კონცენტრაციიდან უბრალოდ მათი ენერგიის გაზიარებით ენერგიებთან დაკავშირებას ამარტივებენ. შესაბამისად, მაგალითად, თუ სიმშვიდე დაგაკლდა და გინდა მასთან დაკავშირდე იმპერატორი ქალის ენერგიები გამოიყენე. შეგიძლია ამ შემთხვევაში აიღო არკანი, ან მისი ვიზუალიზაცია, თუნდაც ფოტოს სახით, რომელსაც ინტერნეტში იპოვი და მის ვიზუალზე კონცენტრირდე და შემდეგ იმედიტირე. თუ ამ ყველაფერმა შენში ინტერესი გამოიწვია და გააღვიძა სწავლის წყურვილი, აქტივობის ცეცხლი, გაგიმართლა, რადგან ჩემი ტაროს კურსი ზუსტად შენთვისაა შექმნილი. ამ მომენტისთვის შემიძლია შემოგთავაზო კურსის 3 ვარიანტი. პირველი, ტაროს შემსწავლელი ვიდეო კურსი, რომელიც მოიცავს 78 არკანის დეტალიზებულ განხილვას მრავალი პერსპექტივიდან. მეორე, ორთვიანი სწავლება, რომელშიც ვიდეო კურსის გარდა შედის ინტერაქციული შეხვედრები, დავალებები, დამატებითი ლექციები და აქტიური უკავშირი. და მესამე, რომელშიც ზემოხსენებულ პაკეტებს ემატება ინდივიდუალური მენტორობის მესამე თვე. ამისთვის ინდივიდისთვის შეიქმნება კონკრეტული სამუშაო გეგმა. ვიმუშავებთ ასევე მის кейსებზე, გვექნება პირისპირ შეხვედრები და შესაძლოა ტაროს ჩარჩოდანაც გავიდეთ. ეს ყველაფერი უფრო მეტად არის ფოკუსირებული იმაზე, რომ ადამიანმა მაქსიმალურად მიიღოს ის, რაც ამ კურსიდან სჭირდება. ყველაფრის ლინკი აღწერაშია. ასევე შეგიძლია მომწერო Instagram-ზე. ახლა კი დაგემშვიდობები. და მზის შუქი ანათებდეს შენს ყოველ ნაბიჯს.